კავკასიაში პირველი აუთლეტი, სტილის, კულტურისა და ქართული სტუმარ-მასპინძლობის ნაზავი. თბილისი აუთლეტ ვილიჯი ოფიციალურად გაიხსნა. თანამედროვე არქიტექტურული ტენდენციებისა და ძველი თბილისის დეტალების ნაზავით შექმნილი დიზაინით სტუმრების წინაშე პირველ ეტაპზე 15 ბრენდით წარსდგა, თუმცა ეტაპობრივად ბრენდების რაოდენობა გაიზრდება. წლის ბოლოსთვის კი მათი რიცხვი 55-ს მიაღწევს. რაც ყველა ვიზიტორს, რომელიც თბილისი აუთლეტ ვილიჯზე სტუმრება, მრავალფეროვან ასორტიმენტს და თავის გემოვნებაზე მორგებულ პროდუქციას შესთავაზებს. საქართველოსთვის და რეგიონისთვის ისტორიული დღეა, რადგან თბილისი აუთლეტ ვილიჯი გაიხსნა ოფიციალურად სტუმრებისთვის. ეს არის პირველი ტალღა, დღეს გავიხსენით 15 ბრენდით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ თვე დაგვემატება 10-დან 15 ბრენდამდე და დეკემბრის ბოლოს ავალთ უკვე 55 ბრენდზე, რაც გამონაკლისია ზოგადად აუთლეტ ვილიჯების ისტორიაში და განსაკუთრებით იმ ფაქტორსაც თუ გავითვალისწინებთ, რომ რეგიონში პირველია და მსგავსი ტიპის ინტერესი მომხმარებლებისგან ძალიან საგრძნობი იყო, ჩვენმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ეს სივრცე მაქსიმალურად დაგვეტვირთა. ეს არ არის მხოლოდ შოპინგის სივრცე, ესაა ერთგვარი აღმოჩენებისა და სიურპრიზების ადგილი, რომელიც მომხმარებლებისთვის მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს გააერთიანებს. პროექტის კონცეფციის მიხედვით კი თითოეულ სტუმარს შესაძლებლობა ექნება, რომ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად დროს სასიამოვნოდ გაატარონ. პროექტი ორ ფაზად გვაქვს დაყოფილი. პირველ ფაზაში 65 ბრენდთან ერთად 6 გასტრონომიული ცენტრი იქნება. ვეცადეთ ამ გასტრონომიულ ცენტრებს ჰქონდათ თავისი უნიკალური დატვირთვები და წავედით სხვადასხვა ქვეყნის კულტურების სამზარეულოებისკენ. განსაკუთრებით ვიმუშავეთ ქართული კონცეფციის, ქართული რესტორნის კონცეფციაზე, ასევე იტალიური რესტორნის კონცეფციაზე. გვაქვს ასევე აუგუსტი, რომელიც პირველი კაფე-ბარის კონცეფციით იქნება წარმოდგენილი ჩვენს ცენტრში და ვიმედოვნებთ, რომ ეს ცენტრი გახდება მაგალითი რიტეილში და ამაყად მოუნიშნავს საქართველოს სოფლიო მოდის რუკაზე. ამგვარად თბილისიდან 30 წუთის სავალზე შეიქმნა სივრცე, რომელიც ყველა ადამიანს მისცემს შანსს, რომ შოპინგის უნიკალური გამოცდილება, განსხვავებული სერვისი, გარემო და თავგადასავალი გამოსცადონ. ამ ყველაფრისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შესაქმნელად კი თბილისი აუთლეტ ვილიჯის გუნდმა დიდი შრომა გასწია. ქალაქის ცენტრიდან ერთი თვის განმავლობაში ელბაქიძის აღმართიდან ამჟამინდელი ჯავახიშვილის ქუჩიდან ერთი თვის განმავლობაში სრულად უფასოდ ივლის ჩვენი ტრანსპორტი, ავტობუსი, მომხმარებელს ჩვენი ვებსაიტის საშუალებით შეეძლება დაჯავშნა და ყოველი დღის განმავლობაში ეს ტრანსპორტი მოემსახურება აუთლეტის გახსნიდან 12 საათიდან 9 საათის ჩათვლით. საბოლოო მიზანი კი უფრო ფართო და მასშტაბურია. პროექტის სრულად განხორციელების შემდეგ კომპანია 120 ბრენდს, მათ შორის ფუფუნების სექტორიდან გააერთიანებს. გეგმის სრულად შესასრულებლად კი აუთლეტ ვილიჯი პირველი 3 წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონი ვიზიტორის მოზიდვას ეცდება.